ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ნიკა კაცია საქმეზე საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის ხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. მხარებმა შესავალი სიტყვებით თქვეს და დააფიქსირეს პოზიციებებს და 1 თებერვალს ჩაინიშნეს შემდეგი პროცესი, სადაც უკვე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. შეგახსენებთ ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენას შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. Ფიქრობთ, რომ უთყუარად დავადასტურებთ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რასაც ნიკოლოზ კაცია დაკავების დღიდან და მომენტიდან იზახდა, ასე ვთქვათ, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ ცხადი იქნება, რომ ნიკოლოზ კაცი არის უდანაშაულო. თვლით, რომ საქმეში არ არსებობს ნეიტრალური მოწმე და არ ყოფილა ვიდეო-აუდიო გადაღება პირადი ჩხრეკის, რასაც ავალდებულებდა მოგეხსენებათ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებით, გვაქვს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილება, როდესაც პირადი ჩხრეკა უნდა ჩატარდეს და ობიექტურად უნდა დასტურდებოდეს, რომ თუ არ არსებობს ნეიტრალური მოწმე რა ობიექტური გარემოება არსებობდა და შესაბამისად არ არის ამ საქმის მასალებით არ იკვეთება, რომ ბრალდების მხარე მიიღო ყველა ზომა.